სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს შეხვდნენ და მოსახლეობაში დასარიგებელი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათები გადასცეს. აღნიშნული ბარათები მოსახლეობას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დამუშავებაში დაეხმარება. კომბინირებული ბარათების გაცემა ვანში დღეიდან დაიწყება. დაურიგდებათ სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლითაც ადამიანები სპეციალიზირებულ მაღაზიებში მოახდენენ ამის რეალიზაციას და ფიქრობ, რომ წლების განმავლობაში დაუმუშავებელი ათასობით ჰექტარი მიწა, რომელიც დღემდე იყო დაუმუშავებელი, ეხლა არ დარჩება ერთი კოჯი მიწაც დაუმუშავებელი, რაც რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობისათვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. ამ პროგრამის განხორციელებით დაახლოებით 12000-მდე ბენეფიციარი მიიღებს შესაბამის მომსახურებას. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობაში მისი ყველა სამსახური მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში და ვცდილობთ, რომ სრულყოფილად განხორციელდეს ეს პროგრამა ჩვენ რაიონში, რათა ყველა სიკეთე, რაც ამ პროგრამითაა გასაზრდული, ბოლომდე და მომწურავად მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ.